და სულ მოღალატეებით არის სავსე საქართველო. როგორც ძველი საქართველოს ისტორია, ისე ახალი, აი ახლო წარსული. რა გჭირთ ამისთანა გამაგებინეთ რა. გამაგებინეთ, თუ შემეცნების მაღალ საფეხურზე ახვედით. რა გჭირს ქართველებს შევისწავლოთ ეს ფენომენი რა. იცით რა დღეს ჩავარდებით? მოღალატე არასოდეს არ გაგიკეთებთ კაირამეს. ეს ცნობილი ჭეშმარიტებაა. ერთგული ადამიანი კიდე იმის ერთგულია, ხო გითხარით? შევედი მაგალითად და ერთგული ვარ პიროვნების, ერთგული დავრჩები ბოლომდე და თუ ჩემი ცნობიერება მას გაასწრებს, უთანხმობა მექნება იმიტომ რომ მე ინტელექტით გავასწარი, მას კი შესაძლებლობები აქვს ეკონომიკურ, თქვათ მე ბიზნესთან შევედი, დამეხმარა ყველანაირად და მის ინტელექტს ურთიერთობაში გავასწარი მე. გავასწარი და ხედავ რომ შეცდომებს უშვებს. მე კიდე პატივცემ მის პატივისცემას ჩემს მიმართ პირველ პირში ვლაპარაკობ, ხო? ილუსტრაციისათვის. და ვეუბნები რომ იცი რა არის, ეს არ გამოვეს არასწორია რა, ჩემოსაყვალ. ის თუ მე წამეჩხუბება, რა თქმა უნდა უთანხმოება იქნება. ჩემი ინტელექტიც ამაღლებული მას არ ეჩხუბება, იმიტომ რომ მახსოვს რომ მან მე რა გამიკეთა, როგორ მიმეგობრა, მე ამას შორდები, დისტანცირებას ვახდენ და არასოდეს არ შევაგინებ ზურგს. ან შევასმენა, აი ეს არის ადამიანობა. და ველოდები მომენტს. თუ დადგება ჩემი დრო, ჩემი ინტელექტის დონის, აი ეს ხალხი, თუ მე წინ წავალ, ბიზნესნაირ ხალხს მოვიყვან, ადავიჭერ და ინტელექტს დავიქვემდებარე და ავამაღლებ. აი ეს უფრო სწორი არ არის. საქართველოში რა ხდება? ხალხო რა ერიხართ, გამაგებინეთ, რომ გამოდიხართ სუფრაზე და სკადებით, აი მუცლის გაფართოებაზე რო ზრუნავთ, სუყალ და ამასობაში პარალელურად ტერიტორია გიპატარავდებათ. როდენდე იქნებით ყანწიაშვილები, ჩონგურაშვილები, როდენდე იქნებით დოლაძეები, ეს დიპლიპიტოშვილები, როდემდე იქნებით ერი. და გეხართ აქა და აგინებთ რუსებს, აგინებთ ევროპა, ვინ ევროპელია, ვინ შვიდობა, ვინ მტერია. ერთმანეთში ღალატი არის მაღალ დონეზე. და პარალელზე ის მაგონდება რა, პოეტი გურამიშვილი. დედა რა ცუდად უნდა ყოფილიყო ეგა რა. აკი თავისი განწყობა მან დააფიქსირა დავითიანში. აი ხშირად რო გადახედავთ, დედა რა ცუდად უნდა ყოფილიყო, როგორი წარმოდგენა ქონდა მას თავის ერზე. და რო შევიდა სიღრმეებში და ნიჭი ქონდა მას, როგორც მხატვრული სემჭრეტელობით, იმიტომ რომ ყველაფერი მან პოეტურ ენაზე დატოვა ეს ტრაქტატი. ეს ტრაქტატი არის ქართული დაავადების გამომზეურება არის. და რო ერაფერი ვერ გააწყვეს დატოვა და წავიდა. არ არის ესე? ის ტყუილები დაწერა მან. ქართლის ცხოვრება კი არ უნდა იკითხოთ, დავით გურამიშვილის ქართლის ჭირი უნდა იკითხოთ. თქვენ ქართლის დიდებას კითხულობთ და თქვენ გურამიშვილზე უფრო ჭკვიანები ხართ? გურამიშვილზე უფრო მაგარი პატრიოტები ხართ და ის პატრიოტი არისო, სამშობლო არ უყარდა, ქართველიერი არ უყარდა და იცით რომ საქართველოს ისტორიაში, ლიტერატურაში გურამიშვილის საერთოდ არავის არ ახსოვს. თქვენ სხვებს ებღაუჭებით. ვაჟა, გალაქტიონი, იმიტომ რომ ისე მაინც ისე არ არის მოთხრილი ქართული ცნობიერება სევდით და სიყვარული, როგორც გურამიშვილთან არის ქართლის ჭირსა ვერვინ მოთვლის. აი თუ არ ბრძენი, აი ნამჭევრი. მართლაც იცი რა ჭირია, საიდან არის ეს ჭირი და საფუძვლად დაუდო მან რელიგია, რომელიც სიღრმეებამდე ბოლომდე ვერ გავიდა, მაგრამ ეს კი იცოდა რომ აი ეს ჭირი არასწორი ურთიერთობა იყო ერისა ღმერთთან. აი აქამდე მივიდა. და რატო არის გაწეული გურამიშვილი? მოგისმენია თქვენ გურამიშვილის ან განდიდებამ, თუ მართლმადიდებლური ეკლესია თუ წმინდანათა აქვს გამოცხადებული გურამიშვილი. ხა აქვს გამოცხადებული? ნახეთ როგორ არ მოწონს ერს ანალიტიკოსი, კრიტიკოსი, გამრჩევი, შენიშვნების მიცემი როგორ არ მოგწონთ. ერი არის მომართული ქებადიდება, ვისაც შეაქებ გადაყვებათან. ქებადიდება როგორ მოწონს ქართველს. აკე ადიდე ისწავლა ადამიანმა რომ მაგის ვაქოთ და ვადიდოთ. რა პრობლემა? რატო უნდა უთხრა რა არის გამებრაზდება? რა საჭიროა? ამიტომ არის ჩვენ წარმატებული ერი არასოდეს არ ვიქნებით. ახლა ნუ იტყუებით, ნუ რა ისაც ტყუილებით არის სავსე ცოდოდაცემული ადამიანი. ბიძინა ივანიშვილი ახლა ხან კიდე ზუგდიდში იყო და იქ ხო ილაპარაკა ჩემოსაყვარელებო აჭარლებო, ამას ეს თემა დაწერილი უბრალოდ რაღაცა აჭარლების მაგრად მეგრელები და სვანები ჩაუწერეს. თორე ტექსტი იგივე იყო, რომ ევროპაში პირველი ვარ, სოფლიოში ცოტა გადაადგილებები იყო, ახლა მეხუთე ადგილზე გავედ მეათეზე, ჩავიდა ზუგდიდში, ჩემო მეგრელებო, ჩემო სვანებო და იბოდიალა ამ კაცმა, იბოდიალა, მაგრამ რა იბოდიალა რა. სტატისტიკურიც ისინი დადო. ეს ხო სისულელია, ხახო ეს კომუნისტები აკეთებდნენ ასე, რომ პირველი ვართ ევროპაში, სოფლიოში მეხუთე ვართ. ვერაფრით ვერ გავიგე, რა კრიტერიუმებია, რაში ხარ მეხუთე, სპორტი არის ესა შეჩემისა, უკაცრავად მას არ შეიძლება ესეთი ლექსიკონი უცებ არ ჩაურთო, როცა აზრენს ელაპარაკე, არ გამიბრაზდეთ. ხო?
ჟარგონებით ჩავსვათ თავის ადგილზე, რომ გარკვეული კოლორიტი და ეს სილამაზე შევიტანოთ საუბარში. ხლა ეს კი არა ვარ კობახიძე, ახლა ისე ვილაპარაკ დაყენებული ტონებით. ომი ვის უნდა, კაცო, გამაგებინეთ ერთი, გავაგებინეთ რა. ომის პარტია, მშვიდობის პარტია, ქოცები მშვიდობის პარტია, ომი და არჩევანი არის მშვიდობასა და ომის და ეკონომიკაზე რატო არ მელაპარაკები? სად არის დაპირებული ფაბრიკები, ქარხნები? სად არის მეოთხე წელს ჯიბეზე იგრძნობთო? ჯიბი აღარა აქვს, ხალხს არ ჩარვალი აქვს, არ ჯიბი აქვს და რა ჯიბე სავსე და რა უნდა გაიცო ჯიბე გავსილი, რაღაცა ესე შუა საუკუნეების გადმონაშთი და კომუნისტური ტერმინები იყო. კომუნისტური იმაში იყო, იმდენ ხელფას გაძლევდნენ, ჯიბეს ჩაეტეოდა მარტო. რაღაცა 60 მაინც და შემოდი არც ბანკში არ უნდა შეგეტანა. ისე ძველი კატეგორიები, ძველი რაღაცა სისულელები და ტექსტი იგივეა. ვინ უწერს ასეთ სისულელეს ერთი მაინტერესებს.